იუგოსლავიაში ნატოს ქმედების საწინააღმდეგო აქციას გამოხმაურება მოჰყვა დღეს ბათუმში. ყოფილი პოლიტპატიმრის მერაბ გორგაძის ორგანიზებით გამართულ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები ნატოს მიერ იუგოსლავიაში ჯარების შეყვანას სეპარატიზმის გაღვივებად აფასებდნენ. ისინი ამავდროულად მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს დაჩქარებული წესით ნატოში ინტეგრაცია ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. აქციაზე სიტუაციის დაძაბვა ევროპის მოედანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გამოჩენას მოჰყვა. მათი თქმით, აქცია რუსეთის დაკვეთით იმართებოდა, რაც ამავდროულად ნატოში ჩვენი ქვეყნის სამომავლო ინტეგრაციაზე აისახება. სიტუაციის დაძაბვა მოგვიანებით მხარეებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დღევანდელი აქცია, რომელიც 15 წიკაცით შემოიფარგლება ქალაქ ბათუმში, ანალოგიური იქნება თბილისში, დაგეგმილია რუსეთში. რუსეთის ხელმძღვანელობამ დაავალა საქართველოს მოქალაქეს ივანიშვილმა რა თქმა უნდა დაავალა ჰაკიმ ფაშას, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველოში. და აღას პატარ-პატარა ნაკვეთ ხალის გაჩენა უნდა საზოგადოებაში, რომ თურმე ევრაზიული კავშირი არის მისაღები ჩვენთვის და არა ნატო.